მერაბაბაშიძე და კაკო ძნელაძე ვიცე-სპიკერობის სავარაუდო კანდიდატები არიან, თუმცა ამ თანამდებობაზე შესაძლოა კიდევ რამდენიმე დეპუტატი დასახელდეს. უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო. ვინ არის ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკების წინააღმდეგი და დაკომპლექტება თუ არა კომისიები ახალი წესით. მზია მართალიშვილმა მოამზადა სიუჟეტი. დახურულ კარს მიღმა დეპუტატები 4 მთავარ საკითხზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ. საკადრო პოლიტიკა აქტუალობას პოლიტიკური კონსულტაციების რეჟიმშიც არ კარგავს. მერაბაბაშიძე და კაკო ძნელაძე ვიცე-სპიკერობის შესაძლო კანდიდატები არიან, თუმცა მოიპოვებს თუ არა კოალიცია მინიმალურ 11 ხმას ჯერ უცნობია. სასახად უკვე ვერც ერთი საკადრო ცვლილება უმაღლეს საბჭოში ვერ გახორციელდება, სანამ რომელიმე მხარეს არ ეყოლება 11 ხმა. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამან ყველაფერმა არ უნდა ხელი შეუშალოს უმაღლეს საბჭოს ეფექტურ მუშაობაზე. მე დღეს ეს გზაობა დავინახე. თავარი არის, რომ სრულყოფილად იმუშაოს უმაღლესმა საბჭომ და ხელი შეშლა არ იყოს არც ერთი ძალისაგან. ამ გზაზე ჩვენ მივდივართ. დამოუკიდებელი დეპუტატი მედია ვასეძე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კვლავ ჯემალ ფუტკარაძის დასახელებას ითხოვს. განიხილება ვიცე-სპიკერის პოსტის გაუქმებაც. თუ კი უმცირესობამ თავის დროზე ბატონ ჯემალს დაუჭირა მხარი ამ თანამდებობაზე, მათ პოზიცია არ უნდა შეიცვალა. საკადრო საკითხები ფრაქციების ფორმატშიც აქტუალურია. კოალიციის დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავენ. საუბარია კიდევ ერთ ფრაქციაზე, რომლის დაკომპლექტებასაც თავისუფალი დემოკრატები აპირებენ. საუბარი მიმდინარეობს ფრაქციის შექმნასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს და ესეც ალბათ სავარაუდოდ იმ ორშაბათს 11-ში იქნება უკვე ცნობილი. ეს არის ხელოვნური გაყოფა ქართული ოცნების, ეს არის კლიური 100,000 ლარის ფარგლებში ბიუჯეტის დატვირთვა. ახალი ფრაქციის შექმნას პოლიტიკური აუცილებლობით ხსნიან კოალიციის დეპუტატები. ვცდილობთ, რომ უმცირესობაში არ დავრჩეთ ყველა კომისიაში ქართული ოცნება და ამის გამოვაკეთდეს ტაქტიკის საქმე, შეიძლება რაღაც რამდენიმე 1000 ლარით მეტი დაიხარჯოს, მაგრამ იმაზე ნაკლები იქნება, რაც ჩვენს გადაყენებამდე იყო. ყოფილი ვიცე-სპიკერი დღევანდელ შეკრებას არ დასწრებია, ის პოლიტიკური კონსულტაციების წინააღმდეგია და მოლაპარაკებისაგან შედეგს არ ელოდება. ახალი ფრაქციების მოლოდინში კი ბაციკაძე კომისიების ნაჩქარევად დაკომპლექტებას არ ემხრობა. მაისში პლენარულ სხდომაზე თავისუფლად ან ივნისში საგაზაფხულო სესიაზე თავისუფლად შეგვიძლია მიიღო ახალი კოტირება. მაგრამ დალაგებული, დამშვიდებული მოლაპარაკება იმ დროს უნდა გაემართა ჩვენთან და ულტიმატუმებით არ ელაპარაკა, როდესაც თავაზობდნენ თქვათ აგრარული კომისიის გაუქმებას. კომისიების დაკომპლექტების აუცილებლობაზე საუბრობენ ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრები. პოზიციას იზიარებენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ყველა კომისია იყოს დაკომპლექტებული სრულად და შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამუშავდეს უმაღლესი საბჭო და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსულტაციების აუცილებლობას ხედავს, თუმცა გავრცელებულ მოსაზრებებს ჩიხში შესული პროცესებისა და საკანონმდებლო ორგანოს პარალიზების შესახებ არ იზიარებს. კოალიცია ქართულ ოცნებას გვინდა მუშაობს. 6-ვე კომისია მუშაობს დღეს. ყველა ფრაქცია მუშაობს. მიღწევა თუ არა კონსენსუსი და რის ხარჯზე ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. მანამდე პოზიციები 4 პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეაჯეროს.